ეს არის მოკლე მიმოხილვა ალექსანდრე ჩივაძეზე. ლეგენდარული ქართველი მცველი და თბილისის დინამოს კაპიტანი, რომელმაც გუნდი 1991 წელს ისტორიულ ევროპულ ტრიუმფამდე მიიყვანა. კაცი, რომელსაც ბრიტანულმა პრესამ რუსული დაცვის გენერალი შეარქვა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მისი საოცარი ტრანსფორმაცია მცველად. წარმოგიდგენიათ, ჩივაძე კარიერას ნახევარმცველად იწყებდა, მაგრამ წვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა ძალიან თამამი რამ გააკათა. როცა ძირითადი მცველი დაისაჯა, მან დაცვის ცენტრში ჩივაძე გადაიყვანა და ამან ყველაფერი შეცვალა. ის გახდა სრულიად ახალი ტიპის მცველი, რომელიც მარტო თავს კი არ იცავდა, არამედ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და გადამწყვეტი გოლებიც კი გაჰქონდა. მეორე რასაკვირველია 1991 წლის ისტორიული გამარჯვება. სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო თბილისის დინამომ ევროპის თასების მფლობელთა თასი. ალბათ გახსოვთ, ფინალში აღმოსავლეთ გერმანული კარლ ცაის იენა დაამარცხეს ანგალიშით 2-1 და ისტორიაც მაგარია. გამარჯვების შემდეგ ჩივაძემ თასის სახში წაიღო და, როგორც ამბობენ, მთელი სამეზობლო მოდიოდა, რომ სურათი გადაეღო მასთან. და ბოლოს საერთაშორისო აღიარება და მისი საფირმო პენალტები. აი ის მეტსახელი, რუსული დაცვის გენერალი, ბრიტანულმა პრესამ შეარქვა 1984 წელს ინგლისთან 2-0 მოგებული მატჩის შემდეგ. ამასთან ის ცნობილი იყო პენალტების შესრულების თავისი უნიკალური სტილითაც. დარტყმის წინ აკეთებდა ასეთ დამახასიათებელ პაუზას, რითაც მეკარაებს უბრალოდ აბნევდა. ეს სტილი მერე ბევრმა ფეხბურთელმა გადმოიღო. მოკლედ, შემტევი ნახევარმცველიდან ლეგენდარულ კაპიტანამდე ალექსანდრე ჩივაძემ ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მცველის როლში და ქართულ ფეხბურთს თავისი ისტორიის უდიდესი ტრიუმფი მოუტანა.